გამარჯობა. როგორც იქნა, მოვიცალე მორიგი ვიდეოს ჩასაწერად. აქამდე, რა ვიცი, აქცია ქონათ ესეთი თუ რა იყო, მოქონათ და მოქონათ დაზიანებული ფანდურები. და თუ რამე თავისუფალი დრო მქონდა, ამ ფანდურების აღდგენაზე ვხარჯავდი. დღეს მოვიცალე და მორიგი ვიდეოს გთავაზობთ. საკრავის ზოგადად ხის დასამუშავებლად გვაქვს ჭოპოშანი, ქლიბი და აგრეთვე არის ზუმფარის ქაღალდი. უმეტესობა შეცდომით შკურკას უწოდებს. ისე კი რუსულად ნაჟდაჩნაია ბუმაგა ჰქვია. ასევე ეს ნაჟდაჩნაია ბუმაგა არის ზუმფარის ქაღალდი ქართულად. შკურკა, ალბათ თვითონ სიტყვა შკურა არის ბეწვი რუსულად და ალბათ როგორღაც ბეწვს მიამსგავს ეს ზუმფარის ქაღალდი და ამიტომ უძახიან შკურკა. მოკლედ ზუმფარას ვამბობ ხოლმე. ეს არის ზუმფარის ქაღალდი. მეორე მხარეს ნომრები აწერია. 40-დან იწყება და რამოდენიმე 1000 არის ბოლო. ყველაზე წმინდა. 40 ყველაზე უხეში, ყველაზე მსხვილმარცვლიანი არის და ყველაზე უხეშად დასამუშავებლად არის საჭირო. რაც უფრო მაგარი არის ხე, უფრო პატარა ნომერი გვინდა, უფრო უხეში ზუმფარის ქაღალდი გვინდა. მithქვამს, რომ წლების წინ ვიდეოებს ვუცქერდი საკრავების გაკეთებაზე. ისიც მithქვამს, რომ დასახვეწია ზოგადად ქართული საკრავები და რადგან ფანდურზეა ვიდეოები, ამიტომ ფანდურს ვიტყვი ხოლმე და რა თქმა უნდა იგულისხმება ზოგადად საკრავები. დასახვეწია ფანდური. და ამიტომ ვუცქერდი ვიდეოებს, ვინ როგორ აკეთებს, რომ იმათი გამოცდილება გავითვალისწინო, რას აკეთებენ, რომ დავხვეწო საკრავი. მithქვამს, ახლაც ვიტყვი და ალბათ მომწევს კიდევ გამეორება, რომ ფანდური უნდა მღეროდეს. მომღერალს გვერდში უნდა ამოუდგეს და რაღაც დამატება არ უნდა იყოს მისთვის. მომღერალს გვერდში უნდა ამოუდგეს, შეავსოს მისი ნამღერი. გინდა მარტო მღეროდეს ადამიანი, გინდა ანსამბლი იყოს. ანსამბლს კიდევ დამატებითი ელფერი უნდა შესძინოს საკრავმა. ამისთვის დასახვეწია. რადგან მუსიკალური იარაღია ფანდური, პირველ რიგში ბგერა უნდა დავხვეწოთ ტემბრალურად. ლამაზი უნდა იყოს, უნდა მღეროდეს საკრავი. და რა თქმა უნდა, კარგი ნამუშევარიც უნდა იყოს. მაგრამ ვუყურებ ამ ვიდეოებს და ხელი ჩავიქნიე. ამაზე ალბათ მოვიცლი ოდესღაც და ჩავწერ ვიდეოს, რატომ აღარ უცქერი გაკეთებაზე. და უკვე შემდეგ დავიწყე ასევე ვიდეოების ცქერა, ოღონ პროფესიონალები რას ითხოვენ საკრავისგან. ახლა ისევ ამ ჩვენ ზუმფარის ქაღალდს დავუბრუნდეთ. იმ ერთ-ერთ ვიდეოში თავისი გამოცდილებით თუ იმანაც სხვებისგან ისწავლა ასევე ჩაწერილი ქონა და რამოდენიმე საფეხურად უნდა გაიხეხოს ხე, გვეუბნება. გინდა რბილი იყოს, გინდა მაგარი ხე. 2-3 საფეხურად უნდა გაიხეხოსო. და ასე ნომრებით გითხრა. ამოვიწერე ფურცელზე და მეც წაგიკითხავთ. ჩამონათვალს მივყვები. რბილი ხე უნდა დავიწყოთ 100-120-იანით. მეორე საფეხური არის 120-150, მესამე 180-240. საშუალოდ მაგარი ხე 80-იანი 100-იანით უნდა დავიწყოთ. მეორე საფეხური 100-120, მესამე საფეხური 120-150. 180-იანით შეგიძლიათ კი ბატონო თუ გნებავთ 180-იანით გახეხეთო. და მაგარი ხე 40-60-იანით, მეორე საფეხურია 80-100, მესამე საფეხური კი 100-120. და 150-იანითაც შეგიძლიათ გახეხოთ უკვე. მესამე სუფთა პირიო. უფრო წმინდა ზუმფარას რატო არ გვირჩევს? გითხარით ხომ? არის უკვე მაგალითად ყველაზე წმინდა აქ არის 240-იანი ნახსენები, მაგრამ რამოდენიმე 1000-იანიც არის. რატო არ ღირს უფრო წმინდა ზუმფარით გახეხვაო? ახლა მაგალითად რბილი ხე არის ყველაზე წმინდა 240-იანი თქვა, ხომ? რატო არ ღირს უფრო წმინდა ზუმფარით გახეხვაო? რადგან გალაქვის შემდეგ ბუსები ამოაქვს ლაქს
ლაქს და უფრო ხავიანდება ხე. და მაინც გადასახეხია ხელახლა. რა თქმა უნდა, ქალაქის შემდეგ უფრო წმინდა ზუმფარით უნდა გავხეხოთ. და ამიტომ ტყუილა იწვალებთო. უფრო წმინდა ზუმფარა არ არის აუცილებელიო. რბილი ხიარი მაგალითად ნაძვი, ცაცხვი, მურყანი რბილიც არის და მაგარიც შემხვედრია. აგრეთვე წიფელიც შემხვედრია. საშუალოდ მაგარი და მithქვამს რომ რამოდენიმესა რომ მილაპარაკია, ქვასავით მაგარი წიფელიც შემხვედრია. დამუშავებაც კი მიჭირდა ესეთი მაგარი არის. ეს მაგალითად რო გაჩვენოთ კუთხეზე რომ დავაჭირო ჩხილი ოდნავ ჩაზნექილია ზნიქავს ალბათ თუ გამოჩნდება არ ვიცი მაგრამ ამაზე გაცილებით მაგარი წიფელი შემხვედრია ესე კუთხეზე კვალიცი ვერ დავამჩნიე ხოლმე ჩხილით თუმცა ცოტა უფრო რბილი ამაზე უფრო ოდნავ რბილი წიფელიც მინახავს საშუალოდ მაგარი ხიარი წიფელი ასე საშუალო კაკალი მაგარი ხიარი მაგალითად ცხილა ნეკერჩხალი კოპიტი და მაგარ ხელს უნდა 40-60-იანით ზუმფარის კაკალით გახეხვა რომ დავიწყოთო მაგრამ მე 100-იანზე წმინდა ზუმფარას არ ვიყენებ 100-იანით ვიწყებ იმ სასწავლო ფანდურებს დავიწყებ ხოლმე 100-იანით იყო უკვე მეორე საფეხური ნამუშევარი ზუმფარის კაღალდი მაქვს გაცვეთილია 120-140-იანი დონეზეა გაცვეთილი და შემდეგ იმით გავხეხავ ხოლმე როგორ უნდა გავხეხოთ მithქვამს რომ ისედაც იცით ხომ სკოლიდან რომ ხე არის მილების კონა და წარმოვიდგინოთ ხის ტანი და მილების კონა ასე ასწვრივ ეს გვერდები უფრო ადვილი დასამუშავებელია ვიდრე ბოლოები ამ მილების ბოლოები ეს ბოლოა აქ ბოლოებია ეს ადგილიც ბოლოა და მაგალითად ეს ყელი 120-იანი საკმარისია რომ დავამუშავოთ მაგრამ ეს ნაწილები 100-იანით უნდა დამუშავდეს პირველი დამუშავება ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ რატო დავიწყო 100-იანით მაგალითად 150-იანით დავიწყებ ამის დამუშავებას მაგრამ უფრო მეტ სიწვალებთ მეტი დრო დაგეხარჯებათ ამის დასამუშავებლად ჯობთ 100-იანით დაიწყოთ მე 120 140 180 მაგალითად აგრეთვე რაც უფრო კარგი საკრავი გვინდა გავაკეთოთ ფანდური რაც უფრო კარგი არის ჟღერადობით მით უფრო კარგადაც უნდა დამუშავდეს ხო რაც უფრო ძვირად ვყიდით უფრო ჟღერადობის გარდა კარგი ნამუშევარიც უნდა იყოს ხომ ეს უფრო სუფთად უნდა დამუშავდეს ხომ დამავიწყდა კი რაღაც დამავიწყდა ბევრ ვიდეოში რაღაცების თქმა დამავიწყდა ხოლმე და კარგია რომ გამახსენდა აი მაგალითად ყელი ხომ გადამრგვალებულია ამ ზუმფარით რო გაჩვენებთ ახლა პირიქით მიჭერ რადგან ეს მრგვალია და ადვილად გაჩვენებთ კარგად რომ გადავამრგვალოთ უფრო თანაბარი რომ იყოს აი ესე უნდა რა თქმა უნდა ორივე ხელით ვიჭერთ და ესე უნდა ხეხოთ ესეც ხვდებით ხომ რომ უფრო გრძელი უნდა იყოს მაგრამ ასე გახეხვისას ზოლები რჩება რაც არ უნდა წმინდა ზუმფარით ამუშავოთ რა თქმა უნდა ახლა 2000-იანი თუ დაიწყეთ ამის გახეხვა ძალიან წმინდა ზოლები იქნება წვრილი ზოლები მაგრამ ვამბობ მაგალითად 140-იანით ხო ეს ზოლები რომ დაეჩვენეს ცუდად ბოლოს აუცილებლად ესე სიგრძეზე უნდა გახეხოთ და უკვე ზოლები აღარ ჩანს მე სასწავლო ფანდურებს რომელსაც უწოდებ 100-იანით ვიწყებ ხოლმე შემდეგ გაცვეთილი 100-იანი მაქვს 120-140-ის ზომაზე რომ არის გაცვეთილი იმით ვამუშავებ კარგად მუშავდება და ერთი ფანდურის ტანი კოპიტი გავაკეთე მგონი 120-ზე წმინდათი არც დამიმუშავებია ყელი ისეთი მაგარია რომ გააპრიალა
ერთ-ორჯერ ისიც საუბარში ვიხუმრე ხოლმე რომ ისე პრიალდება რომ ასე ხელზე ვამბობ ხოლმე რომ ხელი რო გაუსვა შეიძლება წაიქცე ისეთი გაპრიალებულია მეთქი ეცინებათ რა თქმა უნდა ხელის გასმით როგორ უნდა წაიქცე ხო მაგრამ ანუ ესე ხატრულად გადმოვცემ იმდანაც გაპრიალებულია მაგარი ხე უფრო რა თქმა უნდა კარგად პრიალდება უფრო სრიალა არის ანუ ისევ რომ გავიმეოროთ რომ რაც უფრო მაგარია ხე უფრო მსხვილი ზუმფარით უნდა დავიწყოთ და საფეხურებრივად შევამციროთ ეს მარცვალი ანუ რიცხვი უნდა გავზარდოთ რომ ნელ-ნელა დავამუშაოთ და წვალება არ მოგვიწიოს და რაც უფრო ხარისხიან საკრავს ვაკეთებთ უფრო წმინდა ზუმფარის ქაღალდი უნდა გავხეხოთ რომ უფრო პრიალა და ლამაზი ნამუშევარი იყოს მგონი დღეს სულ ეს იყო რაც მინდა ზუმფარის ქაღალდზე მეთქვა და გემშვიდობებით